ახალციხეში გურამიშვილის ქუჩა, რომელიც მუდმივად ტურისტების თავშეყრის ადგილია, ასე გამოიყურება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქ სინაგოგის სანახავად მრავალი ადამიანი მოდის, თუმცა მათ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არაარსებული საკანალიზაციო სისტემა და მოშლილი წყალგაყვანილობა ხვდებათ. ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ცენტრალური მილი, რომლის მეშვეობითაც წყალი ქალაქის სამ უბანს მიეწოდება, დაზიანებულია. ქუჩაზე გადმოდის და როგორც გზას, ასევე სახლებსაც ტბორავს. მოსახლეობა ირწმუნება, რომ წყალი სასმელად უვარგისიცაა, რაც ხშირ შემთხვევაში დაინფიცირების მიზეზი ხდება. 5 წელიწადია ეს ცენტრალური ტრუბა გახეთქილია. მოდიან შემოდგომაზე წყალკანალის თანამშრომლები, ამოთხრიან ამ წყალს, ამ კანალსა, ვერ აკეთებენ. ხან იმითი ფიცრით, ხან რამით ვითომ კეტავენ იმ გზასა, დააგდებენ მაგას და მიდიან. ეს თელი ზამთარი წყალი გაყინულია. ჭუჭყიანი წყალია, ზიზღით სვამთ. ყოველ დღე ასე ჭუჭყიანი წყალი გამოდის. წავედით უთხარი, რო წყალი გასხდა მილა, მოდით მიხედეთ. მარშრუტკა მოვიდა, კარებზე დადგა, ჩემთან იჩხუბა, მოწმეები არის. რო თქვენი გასაკეთებელია, თქვენ უნდა გააკეთოთ. ეს ცენტრალური ტრუბა არის. თელი მეზობლებთან ჭუჭყიანი წყალი გამოდის. იმის გამო, რომ ცენტრალური მილი გამსკდარია, წყალი ადგილობრივების სახლებს ტბორავს. გურამიშვილის ქუჩის მცხოვრები სერბუი პოღოსიანი ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის გამო მისი საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა. მისი თქმით, ნესტის გამო შენობაში ცხოვრება გაუსაძლისია. სერბუი პოღოსიანი სამცხე-ჯავახეთის წყალმომარაგების კომპანიას პრობლემის მოგვარებას სთხოვს. წყალკანალი ცენტრალური ზევით არის გამსკდარი. ეგ წყალი მიდის შევჩენკოში, 8 სართულიანში, ბაზარში და არავინ არაა პატრონი. გამსკდარია დიდი ცენტრალური მილი. და ეგ წყალი სულ შემოდის ჩვენ სახლში. თელი უბანი მიაქვს. რამდენჯერ მართალია მოვიდნენ, გააკეთეს, მაგრამ საშველი არაა. სამცხე-ჯავახეთის წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ მათთვის გურამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემის შესახებ ცნობილია. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქუჩაზე საავარიო ბრიგადა უახლოეს დროში გავა და პრობლემას მოაგვარებს. რეგიონის ტექნიკური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ერთ დღეში ავარიის აღმოფხვრა შეუძლებელია, ამიტომ რეაბილიტაციისათვის გარკვეული დროა საჭირო. დღეს უნდა გასულიყვნენ. შეიძლება დღესაც გავიდნენ საღამოთი, ხოლო აუცილებლად იქნება ის ზუსტად ის წერტილი, რომელზეც თქვენგან გამახვილებული ყურადღება, მაგრამ გარდა მაგისა, ქალაქში მოძველებული მილებია და ძალიან ბევრ ადგილზე არის დაზიანება. დღეში 7-დან 8 დაზიანებას ასრულებს ახალციხის წყალკანალი, ახალციხის სერვის ცენტრი. ხო და ერთი ტრაქტორია, მართალია გვაქვს ჩუკუროვა, ფირმა ტრაქტორი, ასწრებენ ყველაფერს, მაგრამ დღე ძალიან ის არის პატარაა და არ ხდება, რომ დღეში მაგალითად 7-დან 10-15 ავარია გააკეთო. საქართველოს წყალმომარაგების კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით ტენდერი 30 აპრილს გამოაცხადა, რომელშიც გამარჯვებული კომპანიებიც იმ პრობლემებს მოაგვარებენ, რაც წყალმომარაგებისა და გაყვანილობის კუთხით სხვადასხვა რეგიონებში არსებობს. სამცხე-ჯავახეთის წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იმ ქუჩებში ეხება, სადაც კომპანია შინაშხარმა აღდგენითი სამუშაოები არ განახორციელა. რეგიონის ტექნიკური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სამუშაოებისათვის 1.8 მილიონი ლარია გამოყოფილი. 2014 წლიდან კი ქალაქში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაც დაიწყო.